მოკლედ ძვირფასებო გახმოვანება კი მინდოდა, მაგრამ ხმაური ამ სახლში და არ გამომივიდა, ამიტომ რაც გადავიხე იმას მხოლოდ მუსიკით თუ აგიტვირთავთ, რაც ერთი მაქვს დაკოპირებული თუ რა ქვია, არ ვიცი მოკლედ რომელიც არის ბლოკება აი ეგეთ მუსიკას, რომელსაც ყოველთვის ვურთავ ხოლმე. იმას ავტვირთავ და ეგ არის. არაფერი არ ხდება ჩემთან, საერთოდ სახლში ვარ. 5-ზე გოდე ცეკვაზე უნდა გავუშვა და გოდე კი არა, მე მგონი მომიწევს მეც წასვლა, იმიტომ რომ ის ჩექმები დაუბრუნო მასწავლებელს ცეკვისას და სხვა მისცენ გოდეს
საცეკვავოდ მე. არ ვიცი, დამავიწყდა, თორე ხო თქვი მაშინაც რა ქვია. ცეკვის დროს რო აცვიათ. ჩუსტებს რო გავს ეგეთი ოღონდ ჩექმები. იმაზე მათ საუბარი. ესეთი ამბები. ხა შავები შევყარე, შავები ირეცხება, გაირეცხება და ყველას ერთად დავკიდებ, მე ყველას ერთად გავფენგარი. ყველაფერი გარეთ მაგ გაყრილი. მისამებაც კი არ დამიტოვებია. მისამებაც არ დამიტოვებია და კარგი, ეხლა მოგესალმებით, როგორ ხართ? იმედი მაქვს, რომ კარგად ხართ, ჯანმრთელად, კარგ განწყობაზე ხართ ყველა. ზე არის დღეს კარგი ამინდი არ არის ცუდი ამინდი. იმიტომ მე ყველაფერი გარეთ გავყარე და იმას ვქენი იქ კი ვამბობდი და რაღაც სანამ ხმაურმა არ შემაწუხა ჩემი დროს გადავხედე უკვე რომ ტვირთავდი მაშინ და არ მომეწონა ხმაური მაგიტომაც ეხაც ნახე არ ჩერდება ადა ხო და ამიტომაც შემოძვირფასებო გადავწყვიტე რომ მუსიკა დამედო მაგ იმაზე გახმოვანებასაც აზრი არ ქონდა აი ესეთი ხმები ანუარესი კიდე შემოაღწევდა იმიტომ რომ ადა და გეგა ერთმანეთის ჭამაზე არიან სულ ჭუბობენ სულ რაღაც უნდა წაართვან ერთმანეთზე ასე რომ მოკლედ მუსიკა დავადე და რაც არის ეგარი თორე იქ ვიდეო რო დავიწყე ჩვეულებრივად მოგესალმეთ მოგიკითხეთ და ასე შემდეგ გეგა მიირთვა მხოლოდ საჭმელი გოდემა რა ირადრო არის და არაო არ მშიაო და არ მინდაო წასვლამდე უნდა ვაჭამო თორე იქ ვერ იცეკვებს ხო და ვფიქრობ ეხლა რა უნდა ვაჭამო არ ვიცი რა უნდა ვაჭამო რა უნდა ისიც არ იცის ყველი მაგ მჭადიც მაგ ის სპაგეტიც მაგ კვერცხი მაქვს გოდე კვერცხი რო შეგიწვა არა აბა რას შეჭამ კაცო ლობიოს მოხარშალმერი დავადგა და შევანელებ ლობიანისთვის არა ისე შევანელებ იმას შეჭამს ამას უყვარს ლობიო კარტოფილი რო შეგიწვა შენ არ გიჭამია იმ დღეს ბევრი სულ ცოტა ჭამე ის შემწვარი კარტოფილიც რა გაგიკეთო დე აბა ცომი მაქვს მაგრამ ის არ მაქვს ლობიო გამზადებული ბავშვანიცის რა უნდა მოდი და მოდი და შეჭამ ცეკვა გეწყება აგე 2 საათში წესიერად მოიქეცი სირცხვი ბიჭო რა გჭირს მოდი რატო იქცევი ვიდეოში ეგრე მითხარი რა შეჭამ რა შეგიწვა კარტოფილი ხო შეჭამ ოღონდ ისე არა რომ 2 ცალი შეჭამე და всё 2 რუკმა კაი ამას დავლებ და დავიწყე შეუწვალ და იმედია შეჭამ ვერაფერი ვერ გავიქ საფაზეც ვარი თქვა გადავასხი ერთი ქვავი მე არ ჭამე იმიტომ რომ ამათ ეყოთ მეთქი დილასაც თქო და არა
არჭანის არცერთმა ისე მედო და გაფუჭდა. იცი ვარ შევინახე. უნდა შევინახე. ფეხი თბილი იყო ეს გაცივდა. ჩაის წყალი ჩავასხე. დიდიკო, რა გავაკეთო ეხა? ხო, ის გითხარით კიდე. რახან უკვე მუსიკა დავადე მაგ იმას, ეხა მოგიყვებით თუ რა გითხარით? შამპუნი. მომწონს მეთქი. ძალიან. თვები არ მცვივა, როგორც ხუჯას რო ვიღებდი ისე არა. სულ ოდნავ. ხო და მოკლედ ძალიან მომწონს. აი ძალიან. კი ვიფიქრე იქ Facebook-ზე ნახე რაღაც ზეთი. მაგრამ არ ვიცი კარგია თუ არა. და თან, რა ვიცი, 15 ლარი ხედა მე მგონი და დამენანა. თორე ეხა ეს თვები არა და მე იმას ვიზამ. ვცდი მაინც იმასაც გამოვიწერ. გაზიარებული მაგ და იქედან მოვძებ. თუ რამე მომწონს და რაღაცა მე ვაზიარებ რო რამე დამრჩება გამოვიწერ მეთქი და მაგიტომ, მაგრამ ნახოთ რა იქეთ შევხედოთ რა იქნება და როგორ იქნება იმის მიხედვით. ესეთი აბები მაქვს, მოწყენილობა მაქვს. იმიტომ რომ ნახეთ რა ჩვევა მაქვს, მე გეტყვით, ეხა დაიცვათ იმათ ის წავართ ერთი წამი. დედიკო, მაგირო დაიკეცება, ნახე, ეს თიც მოგარჭრი. ხო, გახსოვთ რომ რამდენჯერ იტკი, შენ ასე რადო გაიწრე? ლიკამ წერს. იტკენთ დედიკო და არ გამოიღო მაგი, ისე ითამაშეთ რამე. საერთოდ ეგეთი ხასიათი მაქვს, როდესაც ვინმესთან რამეზე ნაწყენი ვარ, ან ვინმეზე რამით ნაწყენი ვარ, მიყვარს ხოლმე საუბარი. მაგრამ ისეც არ არის, რომ აი მარტო მე მიყვარს და თუ იმ მეორეს არ უყვარს, ეგრე არ მიყვარს. ნახე როგორ არის, მე რომ დავიწყო საუბარი, ეს არ მინდა ისე რომ იყოს, აი თითქოს და მე იქეთ მასთან შერიგებასავით რომ მინდა რაღაც ეგეთ რამე არ მიყვარს. ასე რომ, როდესაც ვიცი რომ ის არის ჩემთან დამნაშავე, იმისგან უფრო ველოდები ხოლმე რომ აი საუბარი დაიწყოს. ხო და როცა ეგ არ არის, ესე მგონია რომ ესე იგი მისთვის სულ ერთი ყოფილა თქო და მეც არ ვინტერესდები ხოლმე. თუმცა ნახეთ როგორი რაღაცა არის, იყო და ვარ ხოლმე ესე ძალიან რომ აი ადვილად იმავშვები. ვატარებ მსგავსად თუ მეკცევიან ხოლმე. მაგრამ ზოგჯერ ცოტა მოწყენილობასავით ის რამოდენიმე დღე და მერე გადამივლის ხოლმე. ანუ ვეჩვევი მერე რომ თუ ვიღაცისთვის შენ სულ ერთი ხარ, მაშინ მეც დაკიდება ვიცი, ძალიან კარგად, ძალიან გემრიელად. ხო და ასე ეხა იმ სტადიაში ვარ დაკიდების. ასე რომ ნახოთ აბა და რა იქნება და როგორ იქნება იმის მიხედვით მერე მოგიყვებით.
ისეთი ამბები არის ჩვენთან. ხო, კიდე რის თქმა იყო რომ მინდოდა. რაც ის მინდოდა. ჩანდება კაი გამახსენდება მე. ასე რომ ნახოთ აბა და როგორ წავა. მოხანიზე არის ფიქრობ ყველად მოხანის არ ეხება ეს. მოხანიზე რომ ბრაზობ მე რო არ ვილაპარაკო ისე არ შემიძლია პირდაპირ. ტორმოზე არ მაქვს მე. ასე რომ ეს მოხანის არის. რედიკო. ძალიან ცუდი ეს თბილიც. დალი. დალი. ფოთლი გინდა. ანუ ერთი წამი. Go mamuni ra. Vingat echa. Tutucia. Dedas tututsuna gogo. Semikikina max. Sagati. შენ ხომ ეცილები ყველაფერში და მე რა არ შემიძლია რომ ერთი კიკინა ავიღო. არა? მომაძრობს ცოტა ხანში. შეამჩნია რომ თავისია. ანა. შიგნით ცივა ხალხო, გარეთ ცხელა, შიგნით კიდე ცივა, არ ვიცი როდის შემოაღწევს. ეს სითბო აქეთ. არ იყო აი ზაფხულში რომ აი ვერ გაჩერდებოდი აქ და რა ვიცი ხალხო, კი მთავრდება აგერ ივნისი მიილევა მალე. ზაფხული არ არის, ვერ მიგუძნია წელს ზაფხული. მართლა. ეგრე არისო, მაგრამ ნახეთ ახლა რა არის, რაღაცას ვუყურე ჩვენს პლანეტაზე ესე შემოხვეულივით რომ არის ისინი დამკვირვებელ რაღაცებს რო უშვებენ NASA-დან. აი ესენი წარმოიდგინდა ისიც კი მიკვის ის მზე როგორ აღწევს ჩვენამდე იმდენი ის აქვს რაღაც გაშვებული და იმდენი ახლევია გარს არ ვიცი მაგი გავაზიარეთ თუ არა არ მახსოვს მაგრამ მართლა ის ძალიან მიკვის და ბევრი წერდა კიდე ადამიანები ბევრი რომ აი როგორ მზე როგორ აღწევს ჩვენამდეო და მეც იმან დავაფიქრე როგორ აღწევს მაშინ იმდენად აი ნახეთ ბურთზე რო ასე ძაფებივით შემოახვილოთ რაღაცა და აი ეგრე არის ბევრი რაღაც ყავს. მე ადამიანებს უკვირთ რა ამდენი რაღაცა როგორ ხდებაო და კი ისევ ჩვენ მიწვევთ ყველაფერს. ისევ ჩვენ მიწვევთ ამ ყველაფერს. მეტი არავინ არაფერს არ გვერჩის. ყველაფრის გამოძიება როგორ უნდა გვიყვარდეს რა საიდან წარმოიქმნა და რა საიდან დაიწყო და ასე შემდეგ. მოგცა ღმერთმა დედამიწა იცხოვრეო და იცხოვრე რაში გჭირდება ბევრი რამის გაგება როგორც იტყვიან ხოლმე ბევრი ცოდნა არც არის კარგი ბევრი რამ რო იცი კიდევ მეტი და მეტი გინდა მერე როგორც ფული ბევრი რო გაკ კიდე მეტი გინდა კიდე მეტი როგორ არიან მილიონები მილიარდელი და მერე იქეთ კიდე რომ მიდიან აი ეს ვიცი ხამაზე როგორ გაიგებს მაგრამ სიხარბეს უფრო ნიშნავს ეგეთ კი ფულზე იტყვიან სიხარბეო მაგრამ ცოდნაზე დახარბებულებიც ბევრი არის ასე რომ რა ვიცი ხალხო მე მაგალითად
არ მინდა ეხა ვინმე რამე შევაშინო და ასე შემდეგ, მაგრამ მაგიტომ არ მინდოდა უკვე მეტი პატარა გადაკვეცვა რო გავიკეთე, იმიტომ რომ თითქოს და შინაგანად რაღაც შიშები რო გაწუხებს ადამიანს. და კიდე ყველაზე ძნელი არის ის, რომ აი ხა ომი სადაც არის ისრაელს და იქეთ ირანს გულისხმობ, გინდ უკრაინაში, ხო ძალიან ის საშინელება არის, შენს თავზე მეტად გიყვარს შენი შვილი. აი ძალიან ძნელია, რომ მე მაგალითად მიწისძვრა რომ მოხდა იქეთ ვცხოვრობდით და ფეხმძიმედ ვიყავი ადაზე. წარმოიდგინეთ, აი როგორ ძალიან არ მახსოვს რამდენიანი იყო ის მიწისძვრა, მაგრამ აი ლოგინი რომ აი ესე აიწევა და ჩემი იმიდან აი ესეთი ის მქონდა კარადა ჭურჭლეულობის, აი აქეთ იყო ყველა, კიდევ კაი რომ არ გადმოცივდა და არ გატყდა. თითქოს და რაღაცა ასე აიწია შენობა და მე ბრახდა რომ დავარდება. აი ეგრე იყო ლოგინი. ვაიმე, მეგონა რომ ჩხუბი დაიწყო ან რაღაცა და 3 საათი იყო, იმიტომ რომ უცებ დაურეკე მუხრანის სამსახურში. მორიგე იყო. ხო და ძალიან შემეშინა, წარმოვიდგინე ფეხმძიმედ ვარ და ეს ორი ბავშვი როგორ წავიყვან, აი იმაზე ფიქრობდი უცებ რომ წამოხდი ბავშვებს დავადექი თავზე და მუცელზე დავიხედე. რომ აი ფეხმძიმედ ვარ და აი ეს ორი ბავშვი კიდე რომ აიყვანო და როგორ უნდა წავიყვანო. ვაიმე, ძალიან საშინელებაა ხალხი. ძალიან მეშინია მაგ ხრივ არა იც ძალიან არ ვიცი, ძალიან შიშარა ვარ მაგ. არ ვიცი რატომ მაქვს განცდები. აზზე არა ვარ. თუმცა ბავშვობიდან მომყვება, აი ხო გითხარით რომ ყოველთვის ერთი ის ჩანთაში ტანსაცმლის სუმელაგა რომ აი გასაქცევად ვიყავი წავს. სად? რაზე? რატომ? აზზე არა ვარ. აზზე არა ვარ რა ხდებოდა. მოკლედ ესეთი ამბებიც ვიფასებ. წავედი ახლა მე აწაკათებდი დროს თქვენ და შევეცდები მოვიდე მერე რამით. წავედი აბა, ყველას გისურვებ ბედნიერ დღეს, მშვიდობიანს და პოზიტიურს. დროებით.